დავიწყოთ. დავიწყოთ. საღამოშვიდობის ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები ტრადიციულად პარასკევ საღამოს თქვენთან ერთად არის. მე მიშა ვარ, სალამი ბატონო გიორგი. სალამი ბატონო მიხეილ, გამარჯობა მაყურებლებო. დღეს ესე იგი ისეთი ამბით გვინდა დავიწყოთ, რასაც ქვია დროს ტარება, ყური ჭამა და ასე შემდეგ, ქართულებს მიყვარს რა. მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და ჩვენს რეალობაში პირველად მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, და რაღაცა პატარა ტრადიციას გვინდა ჩავუყაროთ საფუძველი, ეს არის დანის მოყვარულთა, ასე ვთქვათ, შეკრება სასიამოვნო გარემოში, ესე დავარქმევდი. და პირველი ესეთი შეკრება მოვახერხეთ კერძოდ ძალიან მაგარ ადგილას, რომელსაც 100 ხინკალი ეწოდება და მის ლინკს აგერ ეხა ნახავთ თქვენ Facebook-ზე. ამ ობიექტის მეპატრონე თვითონ არის ძალიან ისეთი დანის მოყვარული ჩვენი ძმა და მეგობარი. მადლობა პაატა გენაცვალე ყველაფრისთვის და მოკლედ გქონდა ძალიან ისეთი ნაყოფიერი რაღაცა საღამო გავატარეთ ბატონო გიორგი, რა თქვა. პირველი მადლობა შენ ამ იდეისათვის. დიდი ხნის წინ გააჟღერე შენ ეს იდეა და დიდი ხანი ფიქრობდით ამაზე, რაღაცა იყო რისკებს წონიდით ასე და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი გამოვიდა მიხეილ, რომ ინანებდა კაცი, რომ მანამდე არ ქონა განაკეთებული. ნამდვილად და მადლობა შენ, რომ არცაც ხელე და ამ ზაფხულში აი ესე დროულად ოპერატიულად გავაკეთეთ და რავი ძალიან მაყოფილი ვარ მე. ეს აღნიშნავდი, აგერ სულად ის დავურთოთ, რომ ძალიან იშვიათი არის, რომ ესე უცხო ხალხი, ალბათ ერთი 5 სხვადასხვა სამეგობრო და 5 სხვადასხვა წრიდან წარმოდგენილები და ესე კარგად რომ მოილხენდი, ალბათ რავი გვერდიდან რომ შემოიხედა ადამიანს, იტყოდა რომ კაი ბავშვების მეგობრები არიან. კი, აბსოლუტურად რა, ნუ კი შეიძლება ჩვენ ვიცნობდით თქვათ უმრავლესობას, მაგრამ იგი ხალხმა ერთმანეთს პირველად ნახა. ფორმატიდან როგორი იყო, მაგასაც გეტყვით, ორი სიტყვით რომ ანუ რაღაცა პატარა წესი გქონდა. ეს წესი იყო ესეთი, რომ უნდა გქონოდა რამოდენიმე დანა, რომ ერთმანეთისთვის ასე ვთქვათ გვეჩვენებინა, ამ რამოდენიმე დანიდან ერთი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელსაც ან გაცვლიდი, ან გაასხვისებდი, ასე ვთქვათ რა. შესაბამისად, ადამიანებს კომუნიკაცია ყველა ვარიანტში უწევდათ, რომ სულ მცირე დანები ეჩვენებინათ, მაგრამ ეს კომუნიკაცია მერე მიჭაყუნებაში გადადიოდა. შენ გენაცვალე მე პირადად კარგი ისენით გამომივიდა ტრეიდების სამწუხაროდ. ეხლა თან არ მაქვს, მაგრამ მაგის ფოტოსაც დაგირთავთ, ანუ რა დანები გავცვალე პირადად მე და შევმატე, ასე ვთქვათ, ჩემ კოლექციას. რა ვიცი ბატონო გიორგი. არც მე არ წამოვსვალ ხელსარიელი მიხეილ, მეორე დღესაც გაგრძელდა ბარტერები, გაგრძელდა და გამოგზაურდა. ნუ თლად ისე გეგმის მიხედვით არ წასულა, სიმართლე გითხრათ ჩანაფიქრი იყო, რომ ჯერ უნდა თქვათ მოგველხინა, თქვათ ვევახშიმა და მე უნდა გაგვეზერებინა დანები, მაგრამ უცებ აირია სიტუაცია და ამოვიდა და დაიხარო ხინკალი და დანები. ხელი და ხელში გადადიოდა ერთი და მეორე. სხვა აუცილებლად ტრადიციის სახეს მივცემთ აი ამას. არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორი იქნება, არ ამგონია თავისუფალი დასრების სახე მიეცეს ამას. ალბათ რაღაცა დაგჭირდება, იმიტომ რომ ნუ ბევრი ესე არ გამოვა რა და რაღაცა ფორმას მოვიფიქრებთ, რომ ბევრად მეტნი ვიყოთ ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მაინც იქნება ისე, რომ თქვათ მაინც შეზღუდული რაოდენობა იქნება. ყოველ შემთხვევაში დასაწყისისთვის მიხეილ ძალიან მაგარი ტრადიცია არის და ისი გულშემატკივრებით მე და შენ ვართ, რომ ამ სფეროში რაღაცა წვლილი შევიტანოთ. ეს ტრადიცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ ბევრი კარგი მედანი ერთმანეთს გაიცნობს და კიდევ წინ გადაიდგება ამ კულტურაში ნაწილი. არაფერი დასამალი არ არის მაგ საკითხში, აგერ გიორგი თქვა, რომ ფიზიკურად არ გამოვა ეხლა რაღაცა 500 კაცის ერთად შეკრება და ასე შემდეგ, რაღაცა ტიპის კრიტერიუმები ხა ნამდვილად არის, ანუ როგორც face control-ი არის, თლად შეიძლება ეგეთი მკაცრი ის არ იყოს, მაგრამ ვიმუშავებთ, ჩამოყალიბდებით და რაღაც ნაწილ-ნაწილ ინფორმაციას მოგაწვით, მომდევნოს რომ დავგეგმავთ, ანუ დაახლოებით 2 კვირით ადრე მაინც დავაანონსებთ და მოკლედ კაი ამბები მოხდა რა. ნუ ერთ-ერთი იდეა ეს იყო, დანარჩენი თქვენ შეგვიძლიათ მოგვაწოდოთ, რომ ერთ-ერთი იდეა ეს იყო, რომ სამართლიანი რო იყოს და ნაწყენი არავინ არ იყოს, როგორც რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, სადაც შევართებ და იმ რაოდენობაში შემთხვევითობის პრინციპით შევარჩევ სურვილები მე რა. მე არ დაგიმალავ და იმასაც გეტყვი, რომ რატომღაც რა ვიცი გული მიგრძნობს, რომ შეიძლება სხვამაც გააკეთოს რაღაცა მსგავსი და გაგვიხარდება ხოლმე მივესალმებით, არ იფიქროთ, რომ რაღაცაზე იმას რა ქვია ექსკლუზივს ფლობთ ჩვენ რა, ანუ გნებავთ, გააკეთეთ
არ არის პრობლემა. რაც მეტი იქნება მსგავსი შეკრებები, რაც მეტი იქნება გამოფენები და აგერ მიხეილი დამეთანხმება, რომ რაც მეტი იქნება მაღაზიებიც და კონკურენციაც მით უფრო კარგი იქნება ყველასთვის. არ ვაღვიქვავ იმას, რომ ვიღაცამ შეიძლება გახსნას და რაღაცა დამაგდეს პირიქით. მოიმატებს მოყვარული, მოიმატებს მოთხოვნა, მეტი იქნება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში გამოვა კარგად ყველა. ნუ ეხლა ისე რომ გადავიდეთ რა, რბილად რომ გადავიდეთ ჩვენ ძირითად თემაზე, ანუ ჩვენ ბევრი მაღაზიები, ანუ ჩვენ არ ვართ მარტო მაღაზია, ჩვენ სხვა ბიზნესითაც ვართ დაკავებულები, ანუ ეს იმპორტია ამ შემთხვევაში და ბევრი მაღაზიები ძალიანაც იყავით გენაცვალე, ჩვენ კარგ პროდუქციაში შემოგთავაზებთ ისეთ საბითუმო პირობებში და აი დღეს ვისაუბრებთ ზუსტად იმ ბრენდზე, რომელიც ერთ-ერთი ესეთი ბრენდია, რომელიც გვინდა რომ გავავრცელოთ ძალიან ისე რა. რაღაცა ესეთი განწყობა მაქვს და შესავალს გავაკეთებ და წინასწარ მოვხვდი ბოდიშს მაყურებელს მიხეილი, რომ ასე მგონია მე და შენ ძალიან გავერთობით ახლა და შეიძლება დაგვაუწყდეს კიდევაც მაყურებელი ისე გავერთოთ აი ამ ყველაფრის განყუთვით. მოკლედ დიდი განყუთვა გვექნება. ხო, ბევრი გვაქვს და ესე იგი ესეთი სიტუაცია არის SRM და Sanrenmu, ანუ ორი სახელწოდება უბრალოდ რომ არ შეგვეშალოს, ესე იგი იყო Sanrenmu, შემდეგ მოხდა გარკვეული შერწყმები, ანუ კომპანიამ გადაწყვიტა რომ ის ბრენდი იმ ბრენდად დარჩენილიყო და Sanrenmu იდეაში შიდა ბაზრისთვის არის SRM-ის საერთაშორისო მოხმარებისთვის, მათივე არის Ruiki, მათივე არის Phoenix-ის უსწორად ვიძახი Phoenix-ი და საინტერესოა. კიდე ბევრი რაღაცები, ანუ გიგანტ კორპორაციაზე არის საუბარი და მაგიტომაც ახერხებენ ესეთ შედეგებს. მოდი დავიწყოთ, რითი დავიწყოთ? Sanrenmu-ებით დავიწყოთ, მერე გადავიდეთ SRM-ზე ჩემი აზრით უკეთეს, თქვათ უფრო პრემიუმ ხარისხს. მოდი მაშინ დავიწყოთ პირველი დავიწყოთ. აი, შენ განყუთვა კარგად გეხერხება და დავიწყოთ ამით. რა არის? ნუ პირველი ვიტყვი შიდა ბაზარი რო ახსენე, ალბათ მაგის გავლენაა, ხო? ეს ჩინურად რო აწერია. ინგლისურადაც აწერია. ინგლისურადაც აწერია, მაგრამ ჩინელებიც არ აკლებენ. და ძროხა. ხო ძროხა? არა, ძროხა არის და არ მინდა რომ ვინმე თქვას რომ რაღაცას არასდროს იძახის, ვარმეს Amazon-ზეც იყიდება, უბრალოდ იგივენაირი შეფუთვით, მაგრამ ნუ ესე. კი, ძროხა არის. ხსნით. აბა, საიდან? აი ესე. მე ესე მასწავლეს, ჯერო ეს უნდა გახსნაო და თურმე მოვიშველებ. მეორენაირად მითხრას რომ აი აქიდანო და რომელი ჯობია შენ გადაწყვეტ. დაიცა თუ გამოერდება აქედან სადოთ ახლა. არის, წამოვიდა. და აიზრა ძროხა. ეს იმართლა გითხრა კატალოგში რო ვნახე, ეგრევე პირველი ეს ჩავწერე, იმიტომ რომ თავი ვერ შევიკავე, ძალიან მაინტერესებდა და ისიც ამოიღო ბარემ გეხოცები რომ პირდაპირ სრულად ვანახოთ. გოლი მოყვება. როგორც ალბათ აქ გაუკვირთ ცხვირზე, როგორც ავთ ხოლმე გაყრილი და საბოლოო ჯამში ბოთლის გასახსნელი ის გვიჭველი იქნება. ბოთლის გასახსნელი არის და კარაბინიც არის. კი ბატონო, ულამაზესი ნივთი არის, ფანტასტიკური საჩუქარი არის. აქვე ვიტყვი 19 ლარი, ჩემო კარგებო. აი არ ვიცი რა უნდა მაჩუქო პირობითად ხო იცი ხანდახან არის რომ შეიძლება ვიღაცისთვის ძვირფასი საჩუქარი გინდა და ნუ არ გაქვს რა. აი მე პირადად მე ხო რომელსაც მიყვარს ძვირფასი ნივთები, აი ეს რომ მაჩუქო, მაგრად გამიხარდა. ნუ მე მაგრად მიყვარს ეგეთი აქსესუარები და ყოველთვის ეს მეორეც მაქვს, ახლა არ მიკეთია და სულ მაქვს ხოლმე და ყოველ შემთხვევაში ჯანთაში მაქვს, თორემ მეც მიყვარს და ამას ავიღებ უეჭვე. ესეთების დანაკლისი გქონდა ხოლმე და ძალიან გამიხარდა რომ ნელა შევამატეთ. მიხეილი, ბევრი გვაქვს და არ მომაკლო, დავე, მოდი, ამ ტიპის ეხლა აქ რაც ამოვიღეთ, ეს არ არის სრული ასორტიმენტი. მოდი ამოვიღოთ 4 ცალი გვაქვს, ეხლა მსგავსი და აი ჩადე მიხეილ. არა, ჩადევა მომერე, რომ ეჩავდე. всё, ჩავდე, გადავაგდეთ. აბა სიმახედე. ეგ ვინა, ეგ თანის არის? არა, ეს აი. მოყვი ის ისტორია რაც დღეს გადამხვდა. თუ არ არის მოსაყოლი. არა, აბას. არ არის მოსაყოლი. მია მაგია. არ მოეწონებათ. არა, რო გაგვიგონ მართლა ეხლა მოიცა, რას იცი. ჯერ არეულია, ქვეყანა დაალაგდეს. კაი. ხო, ეს უკვე ბევრად უფრო ფუნქციური ნივთი წამოვიდა. მან დააკვირდა. პირველი მითხარი ფასი რაღის მიშა ეს. ეხლა შევდივართ. price list-ში. კлау კარაბინი და უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან მრავალფუნქციური. ნუ გოლი ამ შემთხვევაში თუ გვაქვს, ესე იგი ორი ვარიანტია, რომ 16
16 ლარი. ეს 16. ნუ რა ძალიან სუფთა და კარგი ნამუშევრები არის. კი ბატონო. ეტყობა რომ აი დანის ქარხანას ეტყობა რომ აი დეტალები კარგი აქვს. ვინც მარტო იმეებს არ აკეთებს ხოლმე და მე იმათ ეტყობათ ხოლმე სხვანაირად რაღაცები გამოგარებათ ხოლმე. სუფთად არის ნამუშევარი ძალიან. კი, აი ეს ყველაფერი ყველა არის, ასე ვთქვათ, ქანჩი, პატარა საჭიროების შემთხვევაში, ესენი არის სახრახნისი, ესეც სახრახნისი, პატარა ფრაიბარივითაც არის და ბოთლის გასახსნელიც არის და კარაბინიც არის. და რო ამოტრა პინგვინს გავს თუ ის გავს. მაიცა. დამცინი პინგვინია მართლა. პინგვინი. საულ ძალიან პინგვინია. ვა, პინგვინტო. ეს ძალიან მაგარი რამეა. კაი. ესე იგი ძროხა ყავდა, პინგვინი ყავს. აბა შემდეგი გავაძროთ, ჩადეკ. კაი, ჩაუშვათ. ამას შეგნებულად დრო მოკლედ გვაპატიეთ, რომ საჭიროა ესე და მაგიტომ რო არ აგვერდაგვერიოს. აი შემდეგი. ესეც რაღაცაა. ეგეც რაღაცაა. ვაცადე. იმენა გადაობანი ვთებია რა. კითხარი გავერთობით მეთქი. მე მარტო დროხას ვიყავი სიმართლე გითხრათ დაკვირვებული. ძალიან მაგარი ნივთებია. ეს რას გაგონებს შენ? ნუ თევზია. რაღაცა თევზია. არა, აბა. თევზია. აბა. ბაბიორ როგორ არის ქართულად? ბაბიორ თხუნელა თუ რა არის? აი, კაპიბარებივით რო არის რაღაცა რა. არ ვიცი, თევზს მაგონებს რაღაცა ისეც. ხო, შეიძლება თევზია, კი. ნუ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ იმაში ზვიგენია. ხო, რაღაცა ეგეც მაგონებს. კი ბატონო. ეგეც ძალიან საინტერესო. ძალიან მაგარი კარაბინი ფუნქციური ნივთია. ბოთლის გასახსნელი, სახრახნისები, ვარსკვლავები და შლიცივოიატო. ეგ არის. აი, წაბურძიგდი და მიშა მომაშველა. შლიცივოიატო და ფრაიბარიც, რო დანას თუ რო წვეტი არ მოტეხოთ, დღესაც რამდენიმე დანა გავლისე წვეტ მოტეხილი. აუცილებლად საჭიროა მსგავსი ნივთები ხალხო, რომ დანებს წვეტი არ მოტეხოთ ხოლმე. ხო და ამ წვეტებს კიდე დაანებეთ რა თავი რა, რა 15 ლარიღებს, 14 ლარიღებს. ჩაიგდე გასაღებზე, დაიკიდე დანა ცოდოა რა. 1000 ლარიან დანაზე არ გეცოდებათ წვეტების დამკრება. კაი. შემდეგი. ხო, სოკომბრავოც გავლესე წვეტ მოტეხილი. შემდეგი. ეხლა ეს უკვე აღარ ვიცი ეს რა ვინ არის. ეგეც რა ფორმაა? არ ვიცი. ეს უკვე ნელა გადავედით დანებში მიხელი. სხვა ლიგაში გადავედით. ნუ აქ ჩემი აზრით ეხლა მთავარი არის რა არის ფასია მათი, ხო? იმიტომ რომ მსგავსი სეგმენტი ჩვენ გვიჭირდა. ერთადერთი განზო გქონდა ხოლმე მიხეილ და ნუ ფასი ძალიან უცნაურია რომ ის თევზი ღირდა ყველაზე ძვირი 17 ლარი. და ეს რა ფასიანია? ეგ არის რომელსაც აქვს დანა. კი, დანა რომელსაც აქვს და უკან ბოთლის გასახსნელი აქვს. ეს უკვე 39. 39 ლარი არის. აი დანის ხარჯზე უკვე 39 ლარია, კი ბატონო. ნუ ვერაფერს ვერ ვიტყვი მიხეილ იმის გარდა რომ 39 რო გეცვირება უკვე. არა, ნუ ისე ვიქითკენ წავედი რა. რაღაცა პერიოდი თქვა კანონის თემაში რაღაცებს რო ვაპროტესტებ ბაზრის დანებით მჭირდებოდა ხოლმე და 30 აი ფასებში მე რაც მიყიდია, ნუ ერთადერთი იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცის თემაში მჭირდებოდა თუ დანარჩენი ყოველად უსარგებლო ნივთები და სრულიად გამართული არის, კარგი slip joint-ი არის, მუშაობს, ხელში არ დაგეშლება, ბოთლის გასახსნელი აქვს. ნუ მოკლედ ჩემი აზრით კაი ნამატი არის მიხეილ ესეც რამეში პატარა ჩემი ფურცელზე ეს იზა კარაკივით ჭრის რას იძახი შენ ეს ისქენი მოკლედ კაი ნამატი ეს მე მანამ ქვევიდან გავხსნე და აბატონო ეხა უკვე გადავედით დანების სამყაროში და ყოველთა სამყარო მორჩა მე ყოველთა სამყარო მორჩა და ესე იგი ჯერ შეფუთვა მართლა მომწონს იმიტომ რომ ეს მომეწონა ძალიან ისეთი შეფუთვაა რა ჩამოსაკიდებელია ბევრი რაღაცა კარგი აქვს და აი ეს არის ჩემი აზრით გენიალური ნივთი. ნუ ეს საწყობში ვნახე სიმართლე გითხრა რომ ჩამოვიდა ერთი რაღაცა ხო უნდა გამეხსნა და დაემთხვა ის რომ ჩამივარდა ხელში და აი მანაც კი ძალიან მომხივლა მიხეილ. ფასი მომაშველე ფასი მიშა. ეხლავე ქურასო ეხლავე არ შემეშალოს შემახედე 53 ლარი. ნუ არ ვიცი ძალიან მაგარი არის. ანუ შუშის ჩასამტრევი აქვს. ნუ ფანრით სიმართლე გითხრა მოვიხიბლეთქო დიდად არ მოხიბლო ხო ესენთება თუ რამე ჩანაფიქრი არის. კაი შეიძლება რაღაც გამოსაზრებია. ხო არ ვიცი ხო მაგრამ საფანრე ის ნუ ფანრით არ მოვიხიბლე ერთად მაგრამ დანარჩენი მიშა აი ეს ეგრეთ წოდებული სტრაპა რეზი არის. სტრაპა რეზი გვაქვს. აქაც რუსული ესები არა რუსული არა.
დიზაინერიც ყავს, May Design. ხო, კი ბატონო. აი, საინტერესოა. კი ბატონო. მოკლედ, ეგრეთ წოდებული რემის საჭელი უცებთ რო გადავჭირათ, სახრახნისი, კი ბატონო. აი აქ კანჩი რო დავჭიროთ, რაღაცა გადაუჭიროთ. აქაც გასათლელი კაბელების, ელექტრიკებისთვის, რაღაცა რო გავთვალოთ. ჩამკეტზე არის ლაინერი აქვს, დეტენტი უყენია, სრულად გამართული, კაი მექანიკით, შაიბაზე აწყობილი, ძალიან მაგარი ფუნქციური და ასევე ფუნქციური დანათლი. ჯიგარი დანა. კი, ესეც ჩამკეტზე, ლაინერზე, კარგად ხელში ზის და 50 ფარგლებში არის თავისი კარაბინით. კი ბატონო. ნუ და პლუს, 99% არაცივი არ არის. ხო, ეს 100% არაცივი არაა. ძალიან მაგარი არის მიშა. ნუ ხარისხი გზნობა, ხელში ხო აიღებ, ხო გზნობ ყოველთვის რომ რაღაცნაირი ხარისხიან ნივთი გიჭირავს თუ არ გიჭირავს და ამ ფასიდან გამომდინარე, ნუ ძალიან მაგარი არის. ეხლა მე რომელიც ნახე პირველი, მოდი მაგას გაჩვენ. აბა მანახა. და აი როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგასაც მინდა რომ მოუყვე რა. იდეაში არაფერ შუაში არ არის ეს მასალები, ჩემ თქვათ პაპასთან რა, მაგრამ აი გავსი შეფერილობის ტექსტოლიტის სტარის ჯაყვა ქონდა პაპაჩებს რა. ხო და მაგრად მახსოვს რა, ეხა ფერი იყო რა უბრალოდ რა ისეთი რა და აი ეხა ეს დანა რო გავხსენი, თავისი დამატებითი აი აბატონო ეს აქვს და აბატონო აი ეს მომენტი აქვს რა. კლიპსაზე არის, აი ეს ვინდრანერი დიზაინი მე ვნახე და ანუ საკმაოდ ჭკვიანი ხალხი არის და არის ძალიან ნორმალურად დაშვებები, ნორმალურად კარგად გაკეთებული, ხო და აი ძალიან მომეწონა რა. ფასი, აი გამომართვი. გამომართვი მე ფასზე წავალ ეხლავე რა. 46 ლარი შემოკარგო რა. დაბალ დეტენტია. დაბალ დეტენტია. ჩამკეტის გარეშეა. ჩამკეტის გარეშეა. Slip joint. შესანიშნავი დანა, პირი, ადეკვატური და არ ვიცი ხმები თუ ისმის, აი, კაი ხარისხიან გახსნა დაკეტვებზე რო ისმის ხოლმე, კაი ხარისხიან ინსტრუმენტებზე, აი ეგეთი ხმები არის და მარტო ხმები არა, მექანიკა და ხარისხიც ეგეთი არის მიშა. აქაც შუშის ჩასამტროვი გვაქვს. შუშის ჩასამტროვი საჭი ყველას უნდა ქონ, ჩემი ყველა მანქანაში უნდა იყოს დანა მიშა. აქ რო პრობლემა ხოლმე მანქანაში დანა ხო არ აქვს. მანქანა ყველა მანქანაში უნდა იყოს. ჩემი საერთოდ ფავორიტზე მივედი ახლა გიო რა. აბა. აი ამაზეც მოჭყუა ჩამეკეტა იმენა. აი, ვერ ვიღებ. რაღაცნაირად უკრიდან გადამული არის. ეს უნდა დაშალო. მოგეშველები მიშა თამბა. Help me. მოგეშველები მიშა. აი ეს მოყვება აი. აუ რა მაგარია ბიჭო. მაგრამ ჩემდით თავზე არ ჩამეტევა ეს. ჩამეტია. ჩამეტია. მე კარ ჩამედე თუ კარკაში. რა მაგარი პატარა ფიქსი არის. ძალიან მაგარი. აი ძალიან მაგარი რა. აი ჩადე. საიდან ჯდება? აი რავი 49 ლარი ჯერს და ძალიან მაგრად აი ძალიან მწონს რა. იმიტომ რომ თან ზუსტად ვიცი რომ ფუნქციურად ამას მე პირადად გამოვიყენებ. თან კარგად გამოვიყენებ. უხშენგენაც ვარ რა. არა რა მიყვარს ჩინელებიც. ნუ აი იმაზე თავმად ვიტყვი რომ პატარა დანები ძალიან იშვიათი არის და აი ესეთი ზომის, ესეთი პატარა დანა და აი ესეთი ხელში შეჭერა ქონდეს, პლუს იმის გარეშე რო არის, სკეილების გარეშე, ტარის გარეშე, ნუ იშვიათად კარგი დიზაინი და კარგად თან ამ საფასო კატეგორიაში ხო რა ვიცი, ხა 50 ლარამდე ხო, ნუ ძალიან კაი ფოლადებს რას იყენებენ მე შეშენი. 8 ხრომი არის ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში 8 ხრომი არის. ნუ რა ხრომი პლუს მინუს გასაგებად რო თქვა, ჩათვალეთ რომ რაღაც აუსვირვის, აუსრასთან ტრიალებს პლუს მინუს. მე უკეთესი. მე ვთვლი რომ ცოტათი აუსვას იაპონურობა იშვება თორე რა. რა ხრომი იმის ხარჯზე რო ანუ შიგნით არის რა ქვია ვანადიუმი მეტი მოკლედ ეხა სხვაგან გადავალთ ეხა აი მაცავი აუ ამასაც აქბან არის ჩემი შეხედე რა ოკეი просто გატეხავს მე მაგირო დაждდება ვერ გამოცვლი თორე რატო ვერ გამოცვლი აგი აქ არის ელემენტი მაგრამ დაშლა აწყობა ხო გიჟები არიან რა აი ცადე
კარგი, ახლა ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ. მოდი მიშა, მიდი არ მომაკლო. მოდი, ამას მე ამოვიღებ და უბრალოდ გაჩვენებთ. არ ვიცი აი აქ მე მგონი პატარა ხარვეზი უყოლმე. და შენი აზრი. ძალიან მომეწონა ყველაფერი, აი ეს კალამი. აბა. აი სამოდივარ მიშა, მოდივარ. უნდა მეთქვა გავჩუმდი. რა, ხარვეზი, მითხარი. და სისურველი უნდა ვთქვა და ჯობია ავთქო. კალმებში სიმართლე გითხრა მე ვერ ვარკვევი დიდად. არა, რა უნდა მეთქვა, იცი? რა აქვს ამას ტაქტიკური მეთქი, რა ზედაწერია tactical pen და ჩვეულებრივი ტაქტიკურია სინამდვილეში. აგერ ისა, ეს იქნება tungsten იქნება. კი ბატონო, კიდე გავჩუმდი. აი პატარა ჩანართი აქვს. გავჩუმდი. ამითი ძალიან მარტივად შუშის გატეხვა შესაძლებელია. კი ბატონო, კი. ეს არაფერს არ გამსგავსებს ვიზუალურად. რა ხდება? აბა გამახსენე. აი, ის იქნება რა. ალბათ აიშლება და გული გამოიშლება. კაი. 39 ლარი ღირს ეს კალამი, ჩემო კარგებო, ანუ ეს არ გეგონოთ პლასმასი. ანუ სავარაუდოდ ალუმინი არის. კი, ალუმინი არის, მსუბუქი არის ძალიან და ტაქტიკურიც გვაქვს, ტაქტიკური კალამი. კი ბატონო. აი ტაქტიკური კალამი საინტერესოა. ეს ორ ფერში გვაქვს, ანუ ოქროსფერი იმით და ვერცხლისფერით. და ასევე რახან კალმის ირგვლივ ტრიალებთ. მოდი კიდე ერთ კალამს მაინტერესებს ძალიან. ერთ კალამს გაჩვენებთ. უკვე აი ესეთი შეფუთვა არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ნივთი 119 ლარი ღირს. ეს არის ტიტანის. ხო და დამასწარი რა. მამეთქანი თავი. ამ მოგითხარი ვერთობით მეთქი. 119 ლარი ღირს ძმაო და აი განიხილე. ეს შიგნით მოყვება. არ ვიცი რა მოყვება. რა მოყვება? Surgical blades, ბიჭო. კაი, მაცადე. მაცადე. საიდან, რანაირად? რაიცი, გავერკვეთ. ბიჭო, იმენა სკალპელი. გითხარი გავერთობით მე. თვერნობა. არა, მაგარი არის. კი, სკალპელი არის. ძალიან მაგარი, დაბლაგდება ძალიან მარტივად. ეს არ გაყიდო. დაგვიჭერე? რაცა დაგვიჭერე? არ დაგვიჭერე? რატო? სიგარაღი არ არის, რა გინდა შენ? მოთხო ერთი წამი. არა ძალიან მაგარი. ანუ ეს სიგარაღი არ არის, ჩვეულებრივ პირები ამისი, რა 2 სანტიმეტრი არის პირი, დაბლაგდება. ამოიღებ, იცვლება და 10 წალი არის, 10 წალია, 10 წალი უდევს. ჩვეულებრივ ეს გათავდება გაყიდვაში არის სტანდარტულად. ძალიან მაგარია მიშა ეს. მე ეს სკალპელები, ეს საცვლელი პირებით მიყვარს. დანები მაქვს რამდენიმე პატარა. ბიჭო, ფიქრობდი რომ რაღაცა ვიყიდო ანოდირება რაღაცა თქო და ეხლა კიდე მაგის გარეშეც რა მაგარი არის ტიტანის. კი, კაცო, როგორ არის? 109 არის? ბოლტექშენი არის. 100 ძახი, ძმაო. ბოთლის გასახსნელი გვაქვს და აქაც შუშის ჩასამტვრევი არის. ამ მსგავსი კატეგორიის როგორც წესი, რა ვიცი, 300 ლარზე ნაკლებად მე არ მახსენდება და 304 ლარზე ნაკლებადაც არ მახსენდება. მაგარი ნივთია. კი ბატონო. ბატონო ძალიან მაგარი. ხარი ვერთობით მე და შენ. ხო ეს და აი ახლა შემოვაგოროთ ერთი ნივთი რომელიც გვაინტერესებს ორიეს. მე არა, შენ გაინტერესებს, მე ვნა. ნანახი გაქვს? ნანახი მაგ და აი მე და ლუკა ვსაუბრობდით ამას. ეს სანრენოა ესე? დიახ. ხო, იაფიანი ხაზი არის ეს ამარა. ნუ ტიტანებიც აქვს თან. ო, კი. ესეც სანრენოა. კი, აბა ერთი. არ მითხრა რომ ეს ტიტანია. არა, ტიტანი არ არის. სულკია ძალიან. ალუმინია სავარაუდოდ ალუმინი არის. აბა მიმოიხილე რა. 64 ლარი ღირს მოკლედ. მათხოვე ერთი წამი თუ შეიძლება სულ ერთი წამი, აი ესეთ რაღაცას ვიზავნა. აჰა და აი შეგინახია მექანიკით. ლეზერმას და ვამსგავსებ რა, просто იმას მექანიკა არ აქვს. ფასი 69 ლარი. ნუ არ ვიცი, მაშა ხერხი რა კარგია. ნუ ამ ფასში არ ვიცი, ბევრი რამე შეცვალა. თვითონ ჩინურ ბრენდებში ჩემი აზრით აი ეგ არის თავარი, 64 ლარი, 69 კი არა. ჩემი აზრით იქ ჩინეთშიც ალბათ SRM-ი არ უყვართ ჩინელებს და იქ განწყავენ რომ სიტუაციას ურევო, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაგარი ნივთებს ძალიან მაგარი ნივთებს ძალიან ადეკვატურ ფასად აკეთებს. ანუ აი ხა რა, ვისაც პატარა სალაშქრო რაღაცეები რა, ხა ვიქტორინოქსზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ ვიქტორინოქსზე ყველაზე დაბალ ფასად წესიერი ხერხი სადაც არის,
ავიცი, არ ვიტყვი იმ არა, ფასს, მიშა, მაგრამ რა მინიმუმ სიზახი? სამჯერმეტია ის ფასი. იშლება, იწყობა, სერვის ჩაუტარებ, გაწმინდა, ლატუნის ეგრეთ წოდებული თითქმის საყელურებზე, შაიბებზე არის სულ ყველა აწყობილი სათითაოდ და ნუ ხმები აი ძალიან სუფთა ხარისხიანი მაგრამ ამ ტიპის შეფუთვებიდან ბოლო მაგარი რაღაცას გავაზრობ, რომელიც ღირს 13 ლარი. 13? მანახება. და აი ეს არის როგორი პონტი, იცი? მართლა რომ ყველას გასაღებზე უნდა კონდეს ჩამოკიდებული. ბატონო. ჯაყვა მიშა? იმენა, ჯაყვა რა. მართლა ჯაყვა რა. ნუ რა გითხრით 13 ლარად? 13 ლარად არის ჯაყვა რა. ვაშლი გაფცხვენი რაღაცა მიდექი, მოდექი. იცი რა გამახსენდა? ზუსტად რაღაც տարიც გავს. ეს ფონტოს კიდე ჩამოსაკიდე. სპაიდერკოების რა ჰანები და კი ბატონო, კი ბატონო. უბრალოდ ის ღირს 1.0-ით მეტი. კი ბატონო, კი ბატონო. ეს არის 1.0-ით ნაკლები. ეს რამოდენიმე ზომაა 13, 15 და 17 ლარი რა. ავიცი. ხო, არ ძალიან მაგარი ფუნქციურად კი. შეფუთე თუ შეიძლება და წავედით, ავაგზავნეთ. ეხლა გადავედით ცოტა სხვა შეფუთვის სტილზე და ეს რაღაცნაირად მომეწონა რა. ბატონო გიორგი. რა მაგარი ხმა აქვს და რა მაგრად იხსნება. ხო, slip joint-ია. slip joint-ი. კი ბატონო, slip joint-ი არის. ეხლა ეს არ არის 17 ლარიანი, დავისთავად 67 ლარი ღირს. არა ისეთია რა, რაღაცნაირი მულტიფუნქციური, ანუ შეიძლება კანონში ეს. აუ რა ცუდი აზრები მომდის თავში აზრად. ანუ ხო იცი მე სპაიდერკოთი რო დავდივარ და ის სპაიდერკოს იმასლე გითხრა, ნუ რა ბევრი რაღაცა არ მომწონს იმაში. კი ბატონო. სულ ეძებდი შემცვლელს რა და აჰა, აი ესეთი ხარისხიანი, კარგად გამართული მრავალფუნქციურები, ნუ მე ყოველთვის ძიებაში ვარ, სიმართლე ფასი ხარ მიშა 67 ლარი. არ ვიცი. მოკლედ მრავალფუნქციური ინსტრუმენტი პლუს double detent-ი. კი ბატონო. მე მჯერა რომ აი ესეთი რაღაცეები მივალთ იქამდე რომ თავისუფლად ვისაც გჭირდება ყოველდღიურად და ვის რაღაცას ვაკეთებთ და გინდა მანქანაში გინდა ისე აი ესეზე შევთანხმდებით და შევჯერდებით რომ პრობლემა არ იქნება. წეგანო მაგარი ხმები აქვს მიშა. ეს double detent-ია ჩვეულებრივად შიგნით. მაგრად არის. ხო, ნუ საკაიფოა რა, აი ხო ხტები მაგ კატეგორიაში არის ბრწყინვალე. ძალიან მაგარია რა. აბა ჩავდოთ და ერთი მსგავსი όμως უკვე ბიუჯეტური ეს SRM-ებზე ჯერ არ გადავედით ეს კიდევ არა და ჩა სადახარჯე ანუ ეს კიდე მოდა ამიტომ ჩქარჩქარა მივაყაროთ მოდი აბატონო კიდე ერთ წელს გავხსნი ესეც მსგავსი სიტუაცია არის ანუ აქაც მრავალფუნქციური ამბავი გვაქვს ოღონდ ეს 45 ლარია უკვე ანუ უკვე ის უფრო იაფი იყო თუ ის 67 აი 67 ხო ნუ ეთყობა რომ შედარებით ბიუჯეტური არის მაგრამ სრულიად ფუნქციური არის აი აბსოლუტურად ფუნქციური რაღაცა არის არ ვიცი ნუ რა ვერაფერს ვერ ვიძახი მიშა რა პასებიდან გამომდინარე კაი სუფთა ნამუშევრები არის ბატონო კაი ნამატია ძალიან და აი ამ პატარა იმიდან ბოლო ყველა საინტერესო ნივთს გავაძრობ ახლა სტრაიდერის დამუშავებას მოგწევი. ტარზე რა ხოლმე ხო რა. ინტერერის თუ სტრაიდერის. სტრაიდერსაც აქვს. ხო, კი ბატონო. ეს არ ვიცოდი მე თვითონ, ახლა რასაც გაჩვენებ, თუმცა ჩადოსკიო. ჩადოსკიო. პაპატია თამაზე უბრალოდ იმდენია რო არ აგვერ დაგვერიოს. ნამდვილად. ხო, აი ეს ნივთი ახლა 69 ლარი ღირს და აბა ბატონო გიორგი. ეგან ვეჩალიჩე ბევრი და ბოლოს დავამუღამე გახსნა მიშა. დაიჭირე, მე ვერ არ ვიცი. არ იცი? არა. ნუ თავიდან ჩამკეტებით მეგონა, მაგრამ ხო. მოიცადე? აჰა. ანუ double detent-ზია? კი ბატონო და აი ესეთი ძალიან საკაიფო ძეწყვი მოყვება. აი ეს სერიოზული ვერსიები ვიცით რომ რაც ღირს. რა მითხარი ფასი 69. გეუნები ამეთ დარწმუნებულიო ჩინეთში აქვს პრობლემები. ან ჩინური ბაზრისთვის არის მართლა, იმიტომ რომ ეხლა ამას რო ეწეროს რაიკი ან რაღაცა ისევ ჩინური ბრენდი, ხო. და სტენდზე მედოს, ნუ რა ვიცი ხა მსგავსი. ანუ ამით ხსნი, ამით კეტავ, ანუ დიდებით კეტავ, პატარებით ხსნი. მოგამი ეგარ, всё, ეგრე უკეთესად. კი. ძალიან მაგარი ნიჭია. ძალიან ასწორებს რა. ძალიან. პატარებით ხსნიდი, ხო? კი.
და ხელში შეუულებრივად ყუთებს ყოველთვის ნებისმიერ დროს ყუთებს ყოველთვის გახსნი 12-27 სენტიმეტრზე ოპინაზე რაც დგას ის არის ძალიან მაგარი ტიპი არის. всё, მოდი ახლა მივაყაროთ ფიქსები, იმიტომ რომ ზოგადად ბიუჯეტური ფიქსები, როგორც ჩანს, საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ განზოს შემთხვევაში ვნახეთ ჩვენ რა ამბავიც მოხდა. აქ არ გვაქვს ეგეთი ძალიან რაღაცა ხუთლარიანი ფიქსები, მაგრამ აქ ძალიან გამიკვირდა, უკვე აი აუხსნე რაც გამიკვირდა და ხარისხი ამ საფასო კატეგორიაში, ну არ ვიცი. აი ხა, აი ეს დანა. აი ეს დანა, ეს 79 ლარი. 79 ლარი. ეხა ეს არის, ну, არ ვიცი, რა იდეალური სანადირო დანა არის რა. ეს სანადირო და გინდა ყოველდღიური და რაც გინდა ეს დაარქვე. ბესტეკის რაღაცა მოდელი გამახსინდა, ბესტეკის დანა გვედო, აქ ზუსტად ამას გავდა. სახელს კაცო იმ მოდელის ეხლა. კაცოს ხო რომელიც ვიძახი. просто იმას ხო წვირი ქონდა ტანტო. თუ გახსოვს რა, კი 100% ტანტო რა. ტარი იგივე, პირი იგივე, რომ წარმოიდგინეს რომ გაატანტოო რა. ეგ იყო ის მოდელი, კი. ну არ ვიცი მიშა, ძალიან ადეკვატური ნალესები ფურცელი გვაქვს ხოლმე. აჰა. რაღაცა ირეკლავს და აქითა მხარეს, მათხოვე? ბრავი. მათხოვე? ანუ ჩვეულებრივად გავიგე რომ განზო უფრო იაფია, მაგრამ ხონუ აქ მასალები სხვა არის რა. განზოს კონკურენტია. განზო სადნოი მონტაჟი არის, ანუ ეს შეხედე აქ ფულტანგი არის, ეს ზუსურება, როგორი კარკაში აქვს, როგორი ისა აქვს. ეს ტრიალებს კიდევ. კი, ტრიალებს კი ბატონო, არ ვიცი, ძალიან მაგარი რაღაცა არის რა. კაი, ამას ეგრევე მივაყოლოთ შემდეგი. დრო ასე ვთქვათ, ეხლა მე პირადად შეიძლება დიდათ ამგიჟდებოდი ამ სტილზე, მაგრამ ესეთი კარგად გამართული და 69 ლარად, ანუ კარამბიტი, ესეთი საინტერესო, მე არ ვინახე. აი, ფუნქციური კარამბიტია. ანუ რავი, რაღაცებს გააკეთებ რა ჩვეულებრივად რა, 69 ლარი. რა გითხრამში, ძალიან მაგარი ნამუშევრები არის. ეხლა უყურებ კუთხეების დამუშავებას, ანუ ხო შეიძლება რაღაცა კუთხეები მაინც მიაფუჭოს. ზემოდან როგორ არის დეტალები. აი იმასაც კი ნახე როგორი ფასკები აქვს ამოღებული ყველაფერს სულთან და რა არის შეწუხდე, კი გენაცვალე. სპაიდერკოს არა აქვს ეგრე ეგ შიგნით. არა ვთქვი. ხო ფაქტია გიო. თითებს მიჭრის ხოლმე. ბაზარი არა. კაი. აბატონო ჩადე და ორი ჩემი ფავორიტი დარჩა და გადავალთ მერე ესერებს. ეს როგორ ტრიალებს ხო არიცი რაღაცა? ლუკა ატრიალებდა წერან კარგად. კინას უნდა ჩავაწვე? всё, დავინახე. რა მაგარია მიშა. Именно вообще, короче, на русском именно офигеть რა. მოკითხვა ბიჭებო ისე თქვენც. თქვენც მიყვარხართ. აი, ეხლა ეს დანა უკვე. შეხედე, ორი დანა გვაქვს რა. ჯერ ავიღოთ ესა. ნუ კაში ეს ჩასადებები დაუმოღამებიათ სატრიალებლებით. ბიჭო, ეს ამჭირდა. ანუ აი, არ ვიცი რა, ძალიან მომწონს ხელში. თუ გინდა მოაძრე ეს ჯიათი, არ ვიცი, რაც გინდა ისქენი, მეორე საშუალება გაქვს, გაუკეთე. 79 ლარია ეს, ანუ ესეთივე მსგავსი აქვს რუიქსაც, სხვათა შორის უბრალოდ რუიქის უფრო ძვირია. კაი, ერთ რაღაცას ვიტყვი მიშა. ანუ მე მგონია რომ აქამდე ეს ჩვენი სფერო ყოველთვის იყო რაღაც დონეზე მოყვარულებისათვის. დანარჩენი ვინც არ იყო თან ეს მოყვარული, უმეტესი წილი სული ძახდა ხოლმე რა ამბავია. ანუ SRM-ის თემა არის ის, რომ ჩემი აზრით ამაზე ვერ იტყვს. მართლა რომ გჭირდება რა, როცა რაღაცა გჭირდება, ეს არის ჩვეულებრივად ადეკვატური ისეთი, რომ ინსტრუმენტში გადაიხდეთ თამაშს და გემსახურება. კი ბატონო. ძალიან მაგრებია. შეიძლება ჩადე და აი მე არ ვიცი რატო, მაგრამ ეს დანა მართლა ყველაზე მეტად მომეწონა. დაგემოდები ერთი წუთი.
აგებულები. ჩააჭირე. შეფუთვებიც ისეთი აქვს. სასაჩუქრე ნუ ახლა აი წარმოიდგინე რა ახლა 70 ლარად ამხელა ამაზე შეფუთვით ფუნქციურად გამართულ რანას რო აჩუქებ ადამიანს ვინც ხმარობს არ ვიცი. სად მოდოში როგორ ახლა მე რასაც ამოვიღებ ამას ვიყიდე კიდევაც მოვედი, დავბრუნდი. ძალიან კაია რა. შორიდან Giant Mouse იმახსენდება მიშა. ეგარია, ხოლმე. ვიცი. აუ ძალიან კაია. ურასასიამოვნო დამუშავე. მე მიყვარს ეს გასალისად შემოგიტან ხელით გასალისად. ძალიან სასიამოვნოდან არის, მიყვარს მიშა. მეც მიყვარს და მაგიტო არ ძალიან სასიამოვნო არის. მართლა ვატარებ მე რა იმას ხმარობ ხო იცი ახლა მინიტაკ ბოუის რა ქვია ჯერ ვარ ვიკიდებ ამასაც დავითრე 2 წელი მე ფასი რა არის მიშა ამისე 60 ლარი 59 ლარი ძალიან მაგრებია ოჩახ მიშა რავი ნამდვილად სანდრენმო გაგვახარა და დარწმუნებული ვარ რომ აქ რასაც უყურებ მართლა დარწმუნებული ვარ რომ ყველა ვინ შეიძენს ეს საიდან გახსენდა ეგეთ მდგომარეობაში იყო დიდი შანსია ISM დაშლილი გამოგვატანა. მე გავაკეთოთ ეგ გადადე დრო არ დავკარგოთ. Так. გადადე გიო ცოტა მოგლა ცოტა მეგობრებო ახლა სანდრენმოზე ვისაუბრეთ და უკვე SRM-ი არის თანამედროვე ასე ვთქვათ ბრენდი იგივე ასე ვთქვათ მართლობის ქვეშ და აქ უკვე ბევრად სხვა კატეგორიაში გადავდივართ მოდელების სახელები აქვს ძალიან უცნაური 239X-GY უნდა წარმოგიდგინოთ ახლა იბატონო მოდი შენ გახსენი მე ფასი რომ მოვნახო 239X-GY-ს ესენი ცოტა ძვირები ყირს ალბათ ხო? ძალიან ძვირები ყირს ეგენი იმასთან შედარებით კი 145 ლარი ყირს რა დანიშა ის არის რა 145 ლარის დედა რა სიძახითო ნუ მოდი ესე ვთქვა საკისრები გაუბრალო და საკისრები აღარ არის უკვე რაღაცა ნოუ-ჰაუ თუ რა სიძახიან ხოლმე ანუ პრივილეგია აღარ არის რა ხო რა საკისრებზია აგე ესეც დანარჩენი აქსის ლოკი საოცარი არა გიო რა შეიძლება მექანიკა საოცარი ამას ახლა არ მინდა რა თქვა რომ და ამას ასეცახი ხოლმე რაღაცა მონოლაინერი რავი საოცრად დაწყობილი კაი რას ამბობ მიშა ნუ განზოს დაერხა 145 ახლა არ შეიძლება ლაპარაკი ჩვენ ნუ გაუჭირდ მარტო აღარ არის მარტო აღარ არის ნამდვილად რა და მოდი ესე ვთქვათ რა ოდნა უფრო გემოვნებიანი უპროსიც მაგამოუჩნდა რა კი ბატონო 145 ლარია მართლა იმიტომ რომ ამ მატჩში ცოტა ძვირიანებიც გვაქვს რა და ეს დანა არის ძალიან ფუნქციური დანა მაღალი დაშვებებით არის ძალიან კარგად დაჭრის ჩემი აზრით და ნუ შოკი რა პირი ცენტრზეა მიშა კი ბატონო პირი ცენტრზეა ესე იგი აქ მომწონს რომ ჩემნაირი ხელმრუდებისთვის აწერია რომ აქედან გახსენიო ისეთი ბედნიერი ვარ და ყოფილი ვარ მეტი რო არ შეიძლება მიშა ეხლა ეს რა მოდელია ვნახოთ აი ეს ტანჯავს 92-11-GB ეს დანა ჩვენ გქონდა უბრალოდ იაფიან ვერსიაში ეს დაგჭირა რა თქმა უნდა დაადეკითხენ თავს და უბრალოდ და ეხლა ეს არის უფრო აპგრეიდი გაკეთებული მორ სპარსულ სტილში ანახე ეს მაცოს იაფიანი რო ქონა უფრო მსუბუქი იყო ეფერენტარზე იყო მე მგონი კი და ეს ეხლა ძვირიანი ეს ეხლა უკვე ძვირიანი არის და ძვირიანი ძმაო ხეთყვირადირს 69 ლარი კაი რანაირად აი ძვირიანი 69 ლარი
არ ვიცი მიშა რა ვთქვა, რავი, მაგარი დანები არის, ვისაც ვინც დამწყები არის, ეგრეთ წოდებული entry level-ი რო დავარქვათ, აი თამამად რაღაცა დანებით რო დაინტერესდება, დიზაინერების ნაირსახეობაც არის. ისეთი რო დიზაინერებსაც აარჩევ გემონებას აარჩევ. სწორედ და დოფასე ვიკაცო 79 ლარი როგორ არის. ჩაიძიე. მე მგონი 99 ის ეგ არ მე ჩავეძიოთ მე. 99 ძვირია ძალიან. რა მოკლედ დამწყებებისთვის სასაჩუქრებად, ვისაც უბრალოდ გართობა უნდა, სიახლე უნდა, ნაირსახეობა უნდა, კარგი ინსტრუმენტი უნდა, ну ცალსახად კაი ნამატი არის მიშა. არა, აი ეს ჭრარას რასაც შეეხება რა. ეს აი ნე კარაქია რა. ძალიან მაგრად. ეს დანამევასება. რა გაქვს კიდე დამალული. ეხლა გვაქვს ჩვენ აქ 72-28 GY მაგ მოდელი მიყვარს. ხო, გახსოვს ხო? გახსოვს ხო? ეს მოდელი არის ხოთაშორის ძალიან პოპულარული ერთ ქვეყანაში. შეგხსომებია. კი, ეს ვიცი, იმიტომ რომ ამის დიდი ძმა ვიყიდე და აი ეს არის თავის სადემონსტრაციო კლიპსიც. ეს საოცარი. მოკლედ წინაზე გავსინჯე, მოხსნი მიშა. ეს არ წინაზე გასინჯე. წინაზე. არ ყოფილა. წინა ადრე არ ქონია, ამაში თვალზე მახსოვს. მოხსნი რა მიშა. შენ შეიძლება იმაში რეალ სტილში გეშლება. შეიძლება. მოხსნი. მოხსნი ვაჩვენოთ მაყურებელს. მაინც ეს დანავნახო. რაღაცნაირი ისა რაი კაიზერს რო ქონა ბუგი თუ რაღაცა რო ქონა. ბუგაი, რაღაცა იმას აღა. მაგრამ შენ ეგეთი რაცები ზოგადად სუსტი ხარ ხო? ეხა მაგრად და შევხვით მოვარტყი. მაგრად და ოჯა. ნუ ბუგაის გავს. ეს ჯვირიანი დანაზმაო. არა, რაღაცა 125. 125? არის ის თუ 127 თუ 125 რა. 120 რაღაცა. არასწორად. მოკლედ კლიპსა მეგობრებო, სამაგრი ჯიბების აი ეს 129. მოხსნა, ყოველთვის პრობლემა რო არის ხოლმე რომ თქვათ გვინტი არის, ვინტი მოეშვა, ვინტი დავკარგე ვინტი. რაღაცა მოხდა, ან გამოჭიმული არის და უკან მიჭიმა ჭირდება და რაღაცა, აი ესეთი ძალიან მაგარი გადაწყვეტილება აქვს და ერთად შევამოწმოთ რამდენად ხარისხიანთ არის. ну თავისით ეს მიხეილ მე ვერ წარმოვიდგენია რომ ამოვარდეს. და აი ესე ერთმანეთს ზამბარისებურად რომ მივაჭიმავთ მოდის და თავისუფლად მე შეიძლება რომ მეორე მხარეს გადმოვიტანოთ კლიპს. ძალიან მაგარი არის. აი ესეთი კბილები აქვს პატარა, გაჩვენებთ კაბინეტში და ჩაჯდება შიგნით. ძალიან მაგარი არის მაშინ. საიდან იყო? არ მახსოვს. აქედან რო ჩავსვა? რა მნიშვნელობა აქვს? და აი ესე მარტივად დამაგრდა ხარისხი არის რა. ძალიან მაგარი ხარისხი არის. სულ რაღაცა ორი ვინტი აქვს. სულ ორი ვინტი. ორი ვინტი. ანუ ვისაც გიყვართ ვინტების კარგვა, მოგზადით და წაიღეთ. ეს დანები თქვენთვისაა. კი ბატონო. ხო, ეხლა ძალიან ლამაზი დანა უნდა გაჩვენოთ. ძალიან ლამაზი დანა უნდა გაჩვენოთ. ამას ამ დანას ყავს თავისი დაათუ ძმა, რომელიც ამ თუთას წამოღებული არ მაქვს, თორე ზოგადად მარაგში ისიც გვაქვს და განსხვავება ის არის, რომ დაშვება ამ შემთხვევაში full flat grind-ი და ასევე ესეთი არსებობს შავტარიანი სკანდიზე, რომელიც საიდზე შეგიძლიათ ნახოთ. არ ვიცი. ეს ჩემი ფავორიტია. სუპერ ელეგანტური და ბოლოსთვის სპეციალურად მოიტანა. ეს მართლა ფავორიტი არის ჩემი. ნუ რამდენი? 145. კაი. არა ძალიან ლამაზია. ეს ფლიპერი რანაირად აქვს? აბა ზმაო. კაი 300-400 ლარიანი ჩინური დანების ხარისხი არის. კი ბატონო. კი, აი ესეც ჩვენოსნივები რომ მომწონს რა დაუშვათ რა. არა, ეგეთია მიშა. არა, ძალიან მაგარია და კლიპსა ამასაც ანალოგიურად. მოსახსნელი ძალიან მაგარი. ეს ძალიან ლამაზი დანა არის. ნამდვილად ეგრეა. კაი, მოვიხიბლე. ეს არის მაგის ყუთი. კი ბატონო, კიდე ერთი ძვირიანი დანა უნდა წარმოგიდგინოთ, რომელშიც თვითონ ქონდა შეცდომით უკვე ჩადებული, აი, open-ე წერა და აქ თვითონ. და ოქს მე კი არ ვარ დამნაშავ.
მაგ პრინციპში გავერკვევი მე. კი ბატონო. და აი ეს დანა მე მომწონს როგორც აი შე რო თქვი entry level-ო მე ვფიქრობ რომ აი ეს არის აბსოლუტური იდეალი entry level-ის. ბატონო ნახე აბა შენ. უბრალოდ ის უფრო ბიუჯეტური ფასია და მაგით შეიძლება უხდება entry level-ს, მაგრამ აი ეს რაც ცოტა მძიმე, ცოტა აი ეგეთიდან არის უკვე გამართული. ნუ აიმეთი ვიხიბლები მიშა რა, რომ ეს კლიპსა ძალიან მოუწოს. ესე მასიურად ნუსხებზე არ შემხვედრია რა. 115 ლარი ეს ჩემო კარგოა ეს დანა რა. ნუ არ ვიცი. აი აქ უკვე მართლა განზოს დაერხა. ხო, ნუ ძალიან მაგარია. ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ რაღაც დაშვებები, ყუა, ფასკები ყველგან აღებული, სუფთა დამუშავებული, არ ვიცი, ლესვა რა, პოლირებულია? ნუ აი ძალიან მაგარი ხარისხია რა და I don't know to რა ვთქვა რა. ვაუ. სამი დანა და ეს შეცვლიან ბევრ რამეს, მე მგონია. და აი და შემონახული გაქვს რამე ისეთი შემთხვევით. ერთი მაგ შემონახული კი არა და ორი ბოდიში. ორი რაღაც მაგ შემონახული განსაკუთრებული რა. ხო და მოდი ახლა ესეც უცბად ჩადე და მე ეს ორი ორზე ვისაუბროთ. ანუ ეს დანაც არის ჩემთვის რა ქვია იმას კაცო სიმეტრიის და სილამაზის არ ვიცი გახსენ. ნუ ის მოდელია უბრალოდ კარბონის თარაზით რა მოდელია გახსენი მიხდები. ეს არის უცხო. ულამაზესიდან არის. სენდვიკი გვაქვს აქ უკვე. ულამაზესია. ფასი ნახოთ აბა ამისი. 135 ლარი. ნუ არ ვიცი მიშა. გამართული დანა რა, რასაც ქვია. ნუ ძალიან მარტივი გამოსავალი სასაჩუქრებად რა. ისეთი რომ ძალიან მაგარ დანას, გამართულ დანას ძალიან მაგარია. ეხლა მინდა იცით რა ლამაზი აქვს ეს ცრუპირი უკან, ანუ დიზაინზე ფიქრობენ რა, ანუ ეს მოდელი ძალიან ანუ განზდოში რაც მაკალდა ხოლმე რაღაცა ნაირსახეობები, დიზაინი, რაღაცა ესთეტიკა, ეს ყველაფერი ამას აქვს. ეს ყველაფერი ამას აქვს. მე აიც მგონია რომ ანუ განზოს თავისი ეგრეთ წოდებული მუშტარი დარჩება და უბრალოდ მგონია რომ გაჩნდება ახალი ასე ვთქვათ მომხმარებელი, რომელსაც შეიძლება მართლა ეს ელემენტი დაიწყოს დანების ასე ვთქვათ, დანებთან მეგობრობა რა. ჩვენთვის ახლა განზოზე მიჩვეულები ვარ და ბევრზე ქონია ხოლმე რაღაც სიახლე რო გაქვს ვიგოთ რომ განზო ბევრი კაი მოდელი აქვს, ის ფიქსები დაწყებული, სპაიდერკოს რო გაქვს იმ მოდელები და შაიბებზე რო აქვს კიდე საყელურებზე ბევრი მოდელი, მაგრამ ნუ მოკლედ ეს ძალიან მაგარი ნამატები არის. ერთადერთი სახელები არ მომწონს მოდელებისა. ხო, ძალიან რთული არის ამისი და იცი რა არის მე უბრალოდ რაღაც როგორ გითხრა რა, ანუ მანდაც ყოფილა რა რაღაცეებს, ანუ რუსულ YouTube-ს რო უყურებ, იმათ მეგონი თვითონ დაარქვეს თუ რა ქნეს, იმას კუბიკს ეძახიან და ამას იმას ეძახიან და რაღაც გაერკვნენ რა და ჩვენც უნდა შევარკვათ. ნახე, ესეც რა მაგრად იხსნება, გადაკვირთ სანთებელასავით. ეხლა ამას შავი გელა დავარქვათ მაგალითად. გვეცოდინება რომ ეგ არის შავი გელა რა. კაი, შემდეგი გიო და აი ეს არის მოდელი, რომელიც 2 წლის განმავლობაში, ბოლო 2 წელი ZZ აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში ანუ ცნობილი მოდელია. ანუ პირდაპირ გეუბნები, ანუ ერთხელ გახდა ყველაზე გაყიდვადი მოდელი, აგერ თეიმურაზმა თქვა ეგ ამბავი, მეორედ გახდა მეორე ყველაზე გაყიდვადი მოდელი. აგენაც. კაი. ბატონო. ამ წარმოვიდგინე, ყველა დანაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა. შალამაზი ლაინერები აქვს. ნუ შალამაზი არის თავიდან ბოლომდე ყველაფერი რა. ძალიან ცნობილი მოდელი არის, ამას აი ჩაულებრივად იმით ცნობს რა, რა ქვია, რო ვიძახიანებს 255-იო, მოიცა ხო სწორე ვიძახი. ხო, 255 ქვია რა მოდელს რა და მე ესეც მონოლაინერი არის. კი, просто აქ მუღამია ის არის რომ აი ეს ორმხრივი ბურთულაკებით გახსნა ესე რა ძველ მოდურ ამბავში მაგიტო გახდა ეს. ფასი თქვია ამის? კი, თქვი მაგისი ფასი, აი მე კიდე ერთხელ ვიტყვი, ამის ფასი არის 165 ლარი,
და ვიცი ულამაზესი რაღაცაა რა. მაგრამ იცი რომელი გამახსენდა CJR-ის იმის ფერი ლურჯი ცისფერი რო იყო. შალე. კი, შალე ძალიან ლამაზი რო იყო. აი გამახსენა თავისი რაღაცა სილამაზით და ესთეტიკით. კი ბატონო. არ ვიცი, ოჩახ. მაგრებია. ძალიან მაგრებია და ბოლოდან. ეს სიამაყით აწერია 1998-დან და ჩინელებისთვის ეს არის რას ეძახი 98-ში ანუ რეალურად ჩვენ 98-შეც ყიდულობდით და მე პირადად 96-შეც ძალიან კარგად მახსოვს ჩინური დანები რომ არსებობდა, მაგრამ ისინიც კი არ თვლიან იმას დანებად და ანუ 98-ში რომ დაიწყეს ამათ რაღაც შრომა უკვე და სად მოვიდნენ აგე რა. კი ბატონო. ეხლა ეს რატომ მოვიტოვე ბოლოსთვის? კარგი. კითხვა მაქვს შენთან რა, იმიტომ რომ მე Cubase გარდა არ მენახავს არავინ სხვა მაგისია. თავზე დააფარე. მაჩა. კაი, შეგავით. ბატონო და ისე ეს გამორჩეული მოდელი მაგითაც არის. ხვდები რა. არის. Cubase გარდა არ მენახავს არავინ სხვა, ანუ არის რაღაცა C-კლასის კომპანიები, ვითომ ტიტანს რო აკეთებენ, მაგრამ კარგი ხარისხის ტიტანის დანა 300 ლარის ფარგლებში რო ღირდეს, მე არ მენახავს. აი ეს ნახე პროსტა კლიპსია ყველაფრიან. 319 ლარი. 319. კი. 154-იან ფოლადს. და Cubase სენდვიჩი აქვს და ეს რა ვიცი, მაინც ოდნავ მაღალი კატეგორიაა უფრო. ნუ ამასაც თუ თავის ქარხანაში აკეთებენ, ესე რა თავის ქარხანაში აკეთებენ. ნუ ეს ხოლმე უკეთებენ დიდას თავის ქარხანაში. ნუ აი გეტყვი ახლა მარტივად არ ვიცი როგორ ახსნა მიშა. ანუ ეს ფრეზირებული აი ესეთი ამდენი ნამუშევარი კლიპსა შიგნით ჩამოждარი რო ეს არ მოიყეს და არ იმუშავოს. ეგ არა Cubase. Cubase ეგ არა. ეგ ჩვეულებრივი კლიპსია. და აი ესეთი backspace-ერი. Backspace-ერი ცალკე დეტალი არის, უამრავი შრომა ჭირდება ამასაც და დანის ფასს ძალიან აძვირებს. და აი ესეთი ჩაღრმავებული იქ სამშვენისთვის რაღაცა რო გამოვბათ, არ ვიცი. ვინტებიც კი დიზაინერისთვის არის ნამუშევარი რო სამწუხაროდ ეს და ანუ და ზოგადად SRM-ები არ არის ესე ძალიან დიდი რაოდენობით, ჯერჯერობით. ამიტომ იჩქარეთ, შემოკარგებო და ანუ ეს დავამატებ მიხეილ, არ ვიცი რამდენად კარგად გამოჩნდება. აი ესეც კი ფრეიმზე რო შეგიძლიათ ფასკა ქონდეს აღებული, რომ ის შიგნითაც კი დარბილებული იყოს. საოცრად ძალიან იშვიათი არის. 319 ლარი გიო, ნუ რა ვიცი. ნუ ესენი ბევრ რამე შეცვლიან. მე სიამოვნება მივიღე ძალიან დიდი შემოკარგებო, მოკლედ ძალიან მაგარი ბრენდები დავივიწყეთ. მართლა არის საშუალება რომ ყველა მოახერხოს დანის შეძენა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მობრძანდეთ ჩვენ მაღაზიებში, ჩვენ ვებსაიტებზე, ანუ შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ და ჩვენ მოგართმევთ სახლში და რა ვიცი, იაქტიურეთ კომენტარებში, მომავალ ვიდეოებამდე მეგობრებო, კეთილის სურვილებით და აბა თქვენ ესეთ შემოგვიყვანოთ. ეს დავამატებ მიხეილო, ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, რომ მარტო ჩვენ მაღაზიებში აღარ იყიდებოდა ჩვენი პროდუქცია და ვიწყებთ ნელ-ნელა თანამშრომლობას სხვებთანაც და ვინც ხართ მსგავსი საქმიანობით დაინტერესებული, შეგვიძლიათ მოგვართოთ პირად შეტყობინებებში და დავილაპარაკოთ პირობებზე და ასე შემდეგ. ძალიან გაგვიხარდება თუ აი ეს მაგარი დანები პირობითად სხვა ქალაქებში თქვენს მაღაზიებში გაიყიდება. კეთილი. აბა მომავალ ვიდეოებამდე. კარგად იყავით.